მაშასა ეს არის დღის ნიუსრუმი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი გიორგი ბუტიკაშვილია. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესწრებით. ბატონ გიორგი, არაერთი აქტუალური საკითხია შეფასების საგანი, თუმცა მოდით დავიწყოთ გუშინდელი დღით და იმით რაც ვნახეთ და მოვისმინეთ 9 აპრილის მოვლენებთან მიმართებაში. გუშინდელმა დღემ ჩაიარა ისე რომ ქართული ოცნების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მივიდა რეალურად 9 აპრილის მემორიალთან. ვერ მიიტანეს ყვავილები და ვერ გააკეთეს ყველაფერი ის, რასაც ამ წლების განმავლობაში ტრადიციულად 9 აპრილის დღეს აკეთებდნენ ხოლმე. ქართული ოცნების პირველი პირებისთვის 9 აპრილის მემორიალთან მისასვლელი გზა აქციის მონაწილეების მხრიდან იყო ჩაკეტილი, რომელსაც თავის მხრივ აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები წარმოადგენდნენ. აი რა უთხრა ხელისუფლებას ამით საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელმაც მმართველი პარტიის წევრებისთვის გზა ჩაკეტა და მეორე მხრივ რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ გუშინდელ დღეს ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლა ვერ შეძლებოდათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გუშინდელი დღე იყო ჩვენი პროდასავლური ძალების, ადამიანების, ვისაც ამ ქვეყანაში უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ევროპა, ევროპული ღირებულებები, ბედნიერი მომავალი, ან ამ ადამიანების მორალური გამარჯვება იყო რუსულ ძალაზე რეალურად. ჩვენ შევეცადეთ და ეს გამოგვივიდა და ეს ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ, რომ ქართულ ოცნებას სინამდვილეში ის ხო რუსული ოცნება არის. რუსულ ოცნებას არ უნდა ჰქონოდა იმის საშუალება ტყუილით შეეფუთა და პატივი მიეღო დაღუპულებისთვის, რომელიც მათივე პოსტში ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ რუსეთიც კი არ მოიხსენიეს კობახიძემ, როგორც უცხოური ძალა ისე მოიხსენია რუსეთი, არც საბჭოთა რუსეთად მოიხსენია, უბრალოდ უცხოური ძალად განმარტა 99 წლის 9 აპრილის ამბები და გააიგივა ის რუსული ძალადობა ჩვენთან, ანუ ჩვენთან, ვინც ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის. ანუ ეს ღალატი, რასაც ქართული ოცნება წლების მანძილზე აკეთებდა და ახლა განსაკუთრებით აკეთებს, მორალური ღირებულებიდან არის სრულიად დაცლილი. და ეს ვინაიდან ძალა, რომელსაც მორალური ღირებულება არ გააჩნია, მას არ უნდა ჰქონდეს არანაირი საშუალება მოატყუოს საზოგადოება და ტყუილით შეაცხოვროს მათივე ამორჩეველი თუნდაც, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა ქართული ოცნების, ან ჯერ კიდევ მის გვერდით დგას ის ბიზნესი, რომელიც აი ამ ძალადობას, ამ ამორალურ საქციელს ამართლებს, ხო? ამიტომ ჩვენი გამარჯვება არის ეს და ეს ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ და ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ, რომ ჩვენ შევძელით ჩვენ მორალურ სწორ გზაზე დამდგარიყავით და სწორი პოზიცია გამოგვეხატა მათ მიმართ, ვინც არის ამორალური. რატომ არ ახსენეს რუსეთი, რატომ შეადარეს ბრიუსელის საბჭოთა კავშირს, ამ ყველაფერზე გკითხავთ, ბუნებრივია იქამდე აი იმ ჩახერგილ გზაზე მინდა კიდევ ერთი კითხვის დასმა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან მიდიოდა და ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის არ იყო გუშინ გახსნილი. ქართულ ოცნებას ალბათ შეეძლო, ხო, გზა პოლიციის დახმარებით გაეთავისუფლებინა, სწორედ პოლიციის კორდონის გამოყენებით მისულიყო 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა ეს არ გააკეთა. ხელისუფლების წარმომადგენლები შეიძლება ითქვას, რომ შვიდად დაემორჩილნენ შექმნილ მოცემულობას და მხოლოდ სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს. რატომ არ წავიდა, როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიას სიტუაციის გამწვავებაზე, მაშინ როცა ეს არაერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუქმდა. ნახეთ, აქ სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანი არის. მათ უნდა გაეწიათ ადამიანები ძალადობრივად, მათ უნდა ეცემათ, დაეჭირათ ადამიანები და ისე მისულიყვნენ მემორიალთან. ანუ იგივე გზა უნდა გაიარათ, რაც რუსეთმა გაიარა 99 წელს, 9 აპრილს ქართველების წინააღმდეგ. ანუ მათ ღიად უნდა ეძალადათ ქართულ სტუდენტებზე, პატიმრის მშობლებზე, ვინც იქ იყვნენ, ყველაზე, ვინც ამ მემორიალის გარშემო გააკეთა კორდონი, ხო? ანუ იგივე უნდა გაეკეთებინათ, რასაც რუსეთი აკეთებს და ეს იქნებოდა ძალიან ცხადი. და ეს მათ კიდევ უფრო მეტად დააზიანებდა და საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევდა. ამიტომ მათ სტრატეგიული უკან დახევა აირჩიეს და აქაც შეეცადნენ, რომ შეფარებოდნენ ეკლესიას და რელიგიას და იქ წავიდნენ და იქ მიიღეს ფარსში მონაწილეობა. მათ ღმერთი ხო არ სწამთ, მათ ისინი ქრისტიანები არ არიან. მათ ყველანაირი გამოვლინება, რასაც ისინი ეკლესიაში სანთლებით დადგებიან, ეს ხო არ არის. ან ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი მართლმადიდებლობა, ეს არის ჩვენი ქართველობის
დაცვის გარანტი და ამას თვითონ არ აკეთებენ. სიყვარულზე ალაპარაკდა ირაკლი კობახიძე და ახლა ამაზეც მინდა გითხოთ ის გუში რამდენიმე მედია საშუალებასთან გამოეხმაურა სწორედ იმ ფაქტს რომ 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ მისი შეფასება რომ ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისთვის რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი უცხოურმა აგენტურამ სცადა რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლე ჩადო ამბობს კობახიძე რომელიც აქვე დასძენს ვერ ავყვებოდით გარიძალების სცენარს რომ საზოგადოება გახლით იყო ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების გასაერთიანებლად სიყვარულის გარშემო საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული როგორ ფიქრობთ რატომ ალაპარაკდა ირაკლი კობახიძე სიყვარულზე და მის მნიშვნელობაზე ხო ვინაიდან მათ დაინახეს ეს მორალური ძალაუფლება ხალხის მათ დაიწყეს პროპაგანდისტულად მათი ყველა ტექსტი არის იდენტური რასაც რუსეთში ხდებოდა რაც ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხდება ხოლმე ზოგადად და მაშინ როდესაც ისინი ფონს ვერ გადიან ყოველთვის მოუხმობენ ან ძალადობას ან კვლავაც სიყვარულზე ელაპარაკებიან საზოგადოებას რომლისგანაც თავად სრულიად დაცილები არიან ბრიუსელს დააბრალო ის რაც ჩვენ გვინდა რაც ქართულ ხალხს უნდა რატომაც დგას 120 დღეზე მეტი არის ქუჩაში ხო არის ჩვენი თავისუფლება ჩვენი დამოუკიდებლობა ჩვენი სურვილი ვიყოთ ბედნიერი მდიდარი სახელმწიფო რაც ივანიშვილის ხელისუფლებას არ უნდა რაც რუსეთს არ უნდა შესაბამისად მათ როცა არგუმენტები აღარ ყოფნით იგონებენ მსგავს სათაურებს და ესეც ყალბია ხო სიყალბია ყველაფერი ყალბია რასაც ქართული ოცნება ამბობს იმიტომ რომ ისინი არ იმეორებენ თავის თავს ისინი იმეორებენ რუსეთს რასაც რუსეთი კარნახობს როგორც რუსეთი სურს ისე იქცევიან შესაბამისად რაც არ უნდა სიყვარულზე ილაპარაკოს ეშმაკით შეიძლება სიყვარულზე ლაპარაკობდეს მაგრამ მისი განზრახოს სხვა რაღაც იყო ზუსტად იგივეა კობახიძეს ის არის შეკრული კობახიძე მთლიანად ქართული ოცნება პაპუაშვილი რომელიც ამდენი ხანი დასავლურ სტრუქტურაში მუშაობდა ხო წელზე მეტი სამართლის პროგრამაში გაატარა GIZ-ში გერმანულ ფონდში და სამართლის პროგრამაში იყო ის გამოდის და დღეს ამბობს რომ თურმე იმ სტრუქტურაში სადაც მუშაობდა ის დიპსტეიტს წარმოადგენს ხო აი ეს არის ანუ ყალბია მათი ყველა ქცევა ყალბია და ემსახურება ერთადერთ მიზანს ეს ქვეყანა გახდეს სრული იზოლირებული ევროპისგან და ჩაბარდეს რუსეთს განიარაღებული სრულად განიარაღებული კი ბატონო რაც შეეხება იმას რაც ითქვა უშუალოდ ბრიუსელთან მიმართებაში ფაქტობრივად საბჭოთა კავშირს შეადარეს ხო ქართულ ოცნებაში გუშინ ევროკავშირი და ითქვა რომ როგორც 99-ში განახორციელა გარე ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ აი ახლაც 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე კვლავაც უცხოური ძალადობს რუსთაველის გამზირზე ამ განცხადების გამო გუშინ მწვავედ გააკრიტიკეს როგორც ჯერ ირაკლი კობახიძე ისე შემდეგ ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც კიდევ ერთი ციტატა თავის დროზე რუსთაველზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა ახლა კი ბურჭულაძე როდიონოვები ცდილობენ უცხოური ძალა რუსი ოკუპანტი იქნება თუ სხვა ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ხელყოფს მნიშვნელობა არ აქვს ეს უკვე მამუკა მდინარაძეა რა გაქვთ პასუხი ქართული ოცნების ლიდერების ამ პოზიციაზე და აქვე იქნება ახსნათ მაყურებლებისთვის რა განსხვავებაა როდიონოვსა და როდიონოვებს შორის რომელშიც მდინარაძე სავარაუდოდ სწორედ ბრიუსელს უნდა გულისხმობდეს და რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და ბრიუსელს ევროკავშირს შორის, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკის ობიექტია. მოდით ძალიან მარტივად შევადაროთ, ანუ კობახიძის და მდინარაძის აზრით ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი ამ შემთხვევაში, რომელიც ფაქტობრივად ტერორისტი სახელმწიფო არის აღიარებული ცივილიზებული სამყაროს მიერ, შედარებული არის უცხოური ძალა, ანუ რუსეთის უცხოური ძალა არის მათი წარმოდგენით 99 წელს და უცხოური ძალა არის ბრიუსელიც და ამას ანუ ორივე შემთხვევაში სვავს ტოლობის ნიშანს. მაშინაც უცხოური ძალა იყო, ეხლაც უცხოური ძალა არის. ანუ გამოდის რომ ტერორისტ სახელმწიფოს ადარებს ბრიუსელს, რომელიც არის დემოკრატიის ქვაკუთხედი ჩვენს დასავლურ სამყაროში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, რომელიც არის კეთილდღეობის ქვაკუთხედი ასევე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ევროპაში სიცოცხლის უნანიანობა მოსახლეობა უფრო მეტად ცხოვრობს ვიდრე აქეთ ჩვენ სახელმწიფოებში, ხო? ანუ აღმოსავლეთ ევროპაში და მათ შორის დანარჩენ სახელმწიფოში, ანუ კეთილდღეობა აკუმულირებულია ევროპაში, ისინი ზრუნავენ ხალხზე და ეს არის მათი ამოცანა ადამიანის ინდივიდუალური ცალკეული ადამიანის უფლებებზე, რაც ქრისტიანობაც არის ასევე, ანუ ერთი ადამიანის მნიშვნელობა არის მნიშვნელოვანი. იგივეს ადარებს რუსეთს, რომელიც ადამიანებს კლავს. 2022 წლიდან მოყოლებული უამრავი ბავშვი შეეწირა უკრაინაში, ომს უამრავი მოხუცი უამრავი ჯარისკაცი თავისივე ხალხი შეეწირა, სახორცე მასალად გამოიყენა, ხო, ამას რო ადარებს, ეს ხო არის ძალიან მწარე მანიპულაცია.
ძალიან დიდი ტყუილი, რასაც ისინი საზოგადოებას ელაპარაკებიან და რაც არ უნდა ცადოს ან ფაქტები ხო სახეზე არის. საზოგადოება ხო ხედავს ფაქტებს და ვინაიდან ამ ფაქტებს ხედავს, სწორედ არის ამათი პოლიტიკაც მიმართული, რომ ეს კანონები რაც ბოლო პერიოდში შემოიღეს, მათ შორის მედიის გაჩერების ხო და მედიამ ჩვენო სიმართლე არ ვნახოთ. რუსეთმა როდის განიმტკიცა ძალაუფლება, პირველი როცა მედია გააჩერა, როცა კრიტიკული ხმა არის და მეორე როცა არასამთავრობო სექტორი გააჩერა, რომ ვოჩდოგები აღარ არსებობდა, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებს გააკონტროლებდნენ, მათ ქმედებებს გააკონტროლებდნენ. ეს ყველაფერი სწორედ ამიტომ ცდილობს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, რომ ერთ ამბავში, ანუ ერთი რეალობა შექმნას და მათ არ ყავდეთ მოპასუხი არავინ. დღეს აქ რო ჩვენ ეთერი გვაქვს და ამაზე ვსაუბრობ, ეს ჯერ კიდევ იმის ჩვენი გამარჯვება არის, იმ ხალხის გამარჯვება, ვინც ქუჩაში დგას და დღემდე იბრძვის, თორე ესაც აღარ იქნებოდა და ეს აქვს მათ მიზანი. ამიტომ ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხმამაღალი იყოს და კიდევ უფრო მასშტაბური იყოს, რომ ჩვენ არ უნდა დავუთხოვოთ არც ერთი მისხალი, არც ერთი ადამიანი არ უნდა შევარჩინოთ, რომელიც თუნდაც ციხეში ჩასვეს, თუნდაც დღესაც ცდილობენ, რომ სხვადასხვა მეთოდებით ისინი ეს არის მიზეზი იმის, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებულ განცხადებაში არ გამოიყენა სიტყვა რუსეთი და სხვათა შორის ისმის კითხვა არა მხოლოდ რუსეთი, სიტყვა რუსეთი ამოვიდა, ვთქვათ, მართველი პარტიის ლექსიკონიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლები ერიდებიან სიტყვათა წყობის საბჭოთა კავშირის ხსენებასაც კი. ამის მიზეზია ყველაფერი ის, რაზეც ახლა ისაუბრეთ. ერთი მოყვება რუსეთის ერთი კითხვით, იმიტომ რომ კობახიძე გუშინ კრიტიკის ესეთ ქარცეცხლში მოექცა. ერთ-ერთი იმეორებდა ყველაფერი იმას, რაც რუსეთში დაიწყო 2012 წელს. რუსეთს დაჭერდა ამისთვის 10 წელი, ეს ეტაპობრივად ხდებოდა მედიის მიტაცება, სამოქალაქო სექტორის გაქრობა, პოლიტიკოსების დისკრედიტაცია, ოპოზიციის მათი დაჭერა და ასე შემდეგ, ხო? ქართულ მოცემამ ეს დაიწყო 22 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო უკრაინაში. რუსეთმა და განსაკუთრებით გაძლიერდა ახლა ხო რატომ გაძლიერდა იმიტომ რომ რუსეთს ერთადერთი გადარჩენის გზა აქვს საქართველოს ჩაიგდოს გეოპოლიტიკური იმიტომ რომ საქართველოს აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეს გეოპოლიტიკა არის ჩვენი ოქროს გასაღები რომელთაც ველაპარაკებთ ასევე დასავლეთს ხო ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმაც რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ტერიტორიულ შავ ზღვას თუნდაც ხო და გზაჯვარედინს და ამიტომ რუსეთის ერთადერთი გადარჩენის გზა არის საქართველოს ყავდეს მის გარშემო მის გვერდით ეს ძალიან კარგად იცის კობახიძემაც და ივანიშვილმაც ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან და არა საქართველოს და არა ქართული ხალხისთვის ვისი არჩევანიც არის დასავლეთი და ევროპა ამიტომ ყველაფერს გაიმეორებენ ყველაფერს გააკეთებენ ისე როგორც აკეთებს რუსეთი იმიტომ თვითონ არ წყვეტენ არაფერს კარგი გადავალოთ მოდით თვალის სხვა თემებსაც გუშინ ჩვენს ქვეყანაზე ბევრი ისაუბრეს ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე სადაც საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტი წარადგინა სამწუხაროდ ბევრი ცუდი რამ ითქვა კრიტიკა კი მიმართული იყო სწორედ და საკუთრივ ქართულ ოცნებასთან მიმართებაში საქართველოს საკითხის მომხსენებლის შეფასება რომ ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესის ნაცვლად რეგრესია აქვს ამიტომ უნდა გადაიხედოს ევროკავშირის პოლიტიკა მათ შორის უვიზო რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ძალიან ცუდ რამეს ითხოვს მოკლედ რომ თქვათ რასა იუკნევიჩიანე როგორ ფიქრობთ რამდენად გაყვება მას სრულად ევროკავშირი ამ გეგმის შესრულების პროცესში და მეორე მხრივ უვიზო რეჟიმის გადახედვა ასოცირების შეთანხმების გადახედვა რამდენად არის ეს ერთადერთი გამოსავალი რომელიც საქართველოსთან მიმართებაში დარჩა ევროკავშირს ქართულ მოოცნებამ სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვა ევროკავშირს და ეს უნდა ვაღიაროთ ბევრი მცდელობის მიუხედავად ბევრი რეზოლუციის მიუხედავად ბევრი გაფრთხილების მიუხედავად ეს გაფრთხილებები არ დაწყებულა გუშინ დაიწყო არჩევნებამდე და პირველი მოთხოვნა რაც ჰქონდა ევროკავშირთან მათ შორის ევროსაბჭოსაც არჩევნები უნდა ჩატარებულიყო თავისუფალ სამართლიან გარემოში რაც არ მოხდა ამიტომ ევროკავშირს დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოუწევს გადადგას შემდგომი ნაბიჯები და ეს ნაბიჯები იქნება სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და ასოცირების ხელშეკრულების გაუქმება იმიტომ რომ ამ განცხადებაში რასაც ჰქონდა თვალსაჩინო ჩანს რომ საქართველოს ვერ გადის პროგრესს არ ჩანს არანაირი მინიშნება არ არსებობს რომ ქართულმა ოცნებამ პროგრესისთვის გადადგა ერთი ნაბიჯიც კი პირიქით კიდევ უფრო დაამძიმა დემოკრატიული პრინციპები საქართველოში და ვხედავთ ასევე რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია ჩვენ რომელსაც დღეს მიიღებს ევროსაბჭო არის ასევე ძალიან კრიტიკული გლობალურად თუ შევხედავთ ევროპულ ინსტიტუციებს ევროსაბჭოს
რეზოლუცია ყოველთვის არის საფუძველი იმის, თუ რას გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. ევროსაბჭო ამოწმებს ჩვენს დემოკრატიულ პროგრესს. დემოკრატიული პროგრესი თუ არ არის და რეგრესია არის და ეს ჩაიწერება რეზოლუციაში, ეს აუცილებლად გახდება საფუძველი ევროკავშირისთვის მონიტორინგი, რომელსაც ასევე ამ რეზოლუციის საფუძველზე ჩაატარებს, იყოს კრიტიკული. შესაბამისად, ევროკავშირს აღარ ექნება აღარანაირი საშუალება დაიცვას თუნდაც ქართველი ხალხი. აქამდე ხო მათი რიტორიკა იყო, რომ ჩვენ გავართ ქართველი ხალხის გვერდი, ქართველი ხალხის გამომიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მონიტორინგი იქნება ამ მომდევნო თვეში. რა პროგრესი განიცადა თუნდაც კანდიდატმა სახელმწიფოებმა, ხო? მოლდოვას ევროკავშირის ეს პროგრესი აქვს, ჩვენ და გვაქვს რეგრესია, ეს ხო ცალსახად აჩვენებს იმას, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსაც ვკარგავთ, კანდიდატის სტატუსთან ერთად დავკარგავთ უკვე ვიზა ლიბერალიზაციას და ასოცირების ხელშეკრულებას. მაგრამ აქვე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ოპოზიციური ძალები ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. იმიტომ რომ ეს მეტნაკლებად არის ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ფრუსტრაციის. და ქართულ ოცნებაში ამტკიცება, რომ სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა იყო ის, რასაც ახლა აკეთებს. ოპოზიციის რა თქმა უნდა, ვიღაცა ხონა დააბრალოს. სანქცია, რაც შეიძლება მეტი შეზღუდვა. სანქცია, რა თქმა უნდა, სანქციებს ვითხოვთ და სანქციებს აუცილებლად მოვითხოვთ. სანქციების კიდევ დამატებითი სიები არის გაგზავნილი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ბრიტანეთთან განსაკუთრებით, რომელიც მათ განსაკუთრებით ტკივათ, მაგრამ ჩვენ ოპოზიცია ვცდილობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ვისაუბროთ სანქციების გარდა, რაც ვიზა ლიბერალიზაციას შეეხება, აი ეს დიპლომატიური პასპორტები მაგალითად, რომელიც გაუუქმდათ, ხო, მათ რომელიც შეუწყდათ და მათ ოჯახის წევრებს, ვინც უშუალოდ არის ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებული, მათ გაუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა. პირველი ეტაპი ევროკავშირი არ გადაახტეს ნაბიჯებს და პირველად გააკეთოს ის, რომ ივანიშვილის მომხრე რეჟიმი, ვინც არის რეჟიმის მომხრეები, ვინც არიან, ისინი უნდა დაისაჯონ და მათ უნდა შეესწოდოთ. ბატონო გიორგი, გუშინ ევროპარლამენტში ისაუბრეს საქართველოს საკითხზე, როგორც აღნიშნეთ, ასევე თქვით და ამ თემაზეც მინდა შევეხოთ, რომ დღეს უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იქნება ყურადღების ცენტრში, იმიტომ რომ დადგა ის ხუთშაბათი, როცა საქართველოს საკითხზე უნდა გაიმართოს დებატები და როგორც ამბობენ, მწვავე რეზოლუციის მიღებასაც აპირებს ასამბლეა, ამიტომ ერთი კითხვა ამ თემაზეც, მე ქართული ოცნების კონტექსტში მინდა კითხოთ, აი თქვენ ისაუბრეთ თქვათ ასამბლეის გადაწყვეტილება როგორ შეიძლება აისახოს ევროკავშირის დღის წესრიგში. ხო მე მინდა გკითხოთ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს თუ მის მიერ მიღებულ რეზოლუციებს უკვე ქართულ ოცნებაზე თუ გავითვალისწინებთ მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს და შეფასებებს, რომ რაღაცა ევროპელი ბიუროკრატების მოსაზრებებს მათთვის ჩალის ფასი აქვს. კი, და მათ დაიწყეს უკვე კამპანიურად საუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე, რომ ჩვენ ვიცით ხომ მათ დატოვეს საპარლამენტო ასამბლეა, უარი განაცხადეს. დელეგაცია არ წარუდგენიათ კი ბატონო. დიახ, და ახლა დაიწყეს საუბარი, როცა მოგვინდება, მაშინ დავბრუნდებით. როცა მოგვინდება, ეს აღარ არსებობს. ან ხარ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იცავ დემოკრატიულ პრინციპებს, ამ გზას მიყვები, ან არ ხარ. ბელარუსია, რუსეთი, ავტორიტარული სახელმწიფოები ევროსაბჭოს სტრუქტურაში ვეღარ მონაწილეობენ, მათ არ აქვთ. ან ისინი ჩახსნილები არიან. როდესაც გახდება დემოკრატიული სახელმწიფო ბელარუსია, მათ შორის რუსეთიც, აზერბაიჯანიც და ასე შემდეგ, მათ მიეცემათ უფლება. ევროსაბჭო არის ტესტი იმის, რომ რამდენად ხარ დემოკრატიული სახელმწიფო, იმის მიხედვით იქნები შენ მისი წევრი. თუ არ ხარ, არ იქნები. ქართულმა როცა მოუნდება, ესე არ არის. ისინი ვეღარ დაბრუნდებიან. მით უმეტეს თუ ევროკავშირი ამ რეზოლუციას მოყვა ევროკავშირის შემდგომი გადაწყვეტილებები და ჩვენ საერთოდ დემოკრატიული დღის წესრიგიდან ამოვარდით და მივებით რუსეთს ეს ხო რა ჯერება იქ კითხვას რომელიც დაგისვით ჩანს თუ არა რომ ქართული ოცნებისთვის მართლაც ჩალის ფასი აქვს იმ რეზოლუციებს რომელსაც იღებენ ევროსტრუქტურები ხადია მათთვის ჩალის ფასი არ აქვს მაგრამ მათ სხვა გამოსავალი აქვს რა უნდა ილაპარაკონ მათ ერთადერთი ამოცანა არის რუსეთს ასიამოვნონ რუსეთის დაემორჩილონ მათ მოთხოვნებს დაემორჩილონ რასაც რუსეთი კარნახობს ის გააკეთონ სხვანაირად ისინი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ ჩვენ რომ ვიცოდეთ რომ აქ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება ჩვენ რომ ვიცოდეთ რომ აქ ადამიანის უფლებები დაცული იქნება გონიათ რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩება არა და ქართული ოცნება ხელისუფლებაში თუ არ დარჩება რუსეთი კარგავს თავის მოკავშირეს შესაბამისად ჩალის ფასი აქვს იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს რომ
რაღაც დაემორჩილოს მათ მოთხოვნებს. ანუ ჩალისფასი მათთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ძალაუფლება, რაც ევროპის საბჭოს აქვს, რაც ევროკავშირს აქვს, რაც ბერკეტები, რაც საქართველოსი აქვს, ის თუ ჩალისფასად არ შეაფასეს. მაშინ უნდა დაემორჩილონ ამას. ბატონ გიორგი, ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერიმ გუშინდელს ხდომაზე ისაუბრა არა მხოლოდ თქვა ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე და კრიტიკულად შეაფასა, არამედ ისაუბრა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე და თქვა, რომ თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები უნდა იქნას მიღებული. ხა ჩვენ გვახსოვს, რომ დეკემბერში ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ ემანუელ მაკრონმა დაურეკა, ხო და როგორც მაშინ ითქვა, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ქვეყანა გამოსულიყო კრიზისიდან, თუმცა ვნახეთ ისიც, რომ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამის შემდეგ გავიდა 3-4 თვე, თუმცა არც საფრანგეთის რაიმე რეაგირება მოჰყოლია, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების პოზიციონირებას. შესაბამისად, რამდენად უნდა ველოდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში პარიზმა შესაძლოა რაღაც გააკეთოს და მაშინ რა შეიძლება იყოს ეს რაღაც? ხო, მნიშვნელოვანია საფრანგეთის როლი, მნიშვნელოვანია გერმანიის როლი და მნიშვნელოვანია ბრიტანეთის როლიც. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილის ძირითადი ქონება, რომელსაც რა თქმა უნდა უკვე გადაზღვეული აქვს ბევრი რაღაც, მაგრამ მაინც რეგისტრირებულია ბრიტანეთში, ბრიტანეთთანაც, საფრანგეთთანაც და გერმანიასთანაც არის უფრო მეტი სამუშაო. ჩვენ დასავლური პარტნიორებისგან გვჭირდება სწორედ მსგავსი განცხადებები, რაც გალერს ჰქონდა და გვჭირდება ასევე ქალბატონის სალომეს ინტენსიური ჩართულობა, განსაკუთრებით რაც საფრანგეთს შეეხება, ვინაიდან ქალბატონ სალომეზე კარგად არავინ არ იცის, როგორ უნდა ესაუბროს მაკრონს. ის პირველი ზარი, რომელიც მაკრონს ჰქონდა ივანიშვილთან, ეს იყო 3 თვის წინ. 3 თვის წინ სულ სხვა სიტუაცია იყო საქართველოში, იყო მძიმე ცხადია, თუმცა ამ 3 თვის მანძილზე კიდევ უფრო დამძიმდა და კიდევ უფრო ავტორიტარული სახე მიიღო ის ყველა კანონი, რომელიც მათ მიიღეს და ის კომისია, რომელსაც დღეს აწარმოებს ქალბატონი წულუკიანი, რომელიც კრძალავს და აკრძალავს პარტიებს მათ ჩანაფიქრი ხო ეს არის კოლექტიურ ნაცნობად გამოაცხადონ ამ ძიმებ სიტუაციას. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა არის ყოველთვის ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან, რომ სანამ არსებობს მედია, სანამ არსებობს სამოქალაქო სექტორი, მანამდე უნდა გააკეთოს გადადგას ნაბიჯები ჩვენმა დასავლურ პარტნიორებმა, თორემ შეიძლება ეს ყველაფერი აღარ არსებობდეს. აი ზუსტად ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა გუშინ ერთგვარად ბრიუსელი გააკრიტიკა იმის გამო, რომ შვიდად უყურებს იმას, რაც საქართველოში ხდება და თქვა, რომ ეს არის მათი ევროკავშირის მარცხი, მეტნაკლებად შვიდად უყურებდით იმას, როგორ გადაიქცა საქართველოს ავტორიტარულ სახელმწიფოდ. ეს ჩვენი მხრიდან საშინელი მარცხი ევროკავშირი უფრო მკაცრი და გადამწყვეტი უნდა იყოს, ასე მიმართა ბატონმა სებასტიანმა საკუთარ კოლეგებს. აი ევროკავშირის გააქტიურებას და მეტიც გამოფხიზლებას თუ ელოდებით საქართველოს საკითხზე და აქვე ამავე კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის პარლამენტის მიმართა მაგალითად გუშინ სიტყვით გამოსვლა ჰქონდა ჩეხეთის დეპუტატების წინააღმდეგ. კი ბატონო, ბევრი მესიჯი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, ერთ-ერთი მთავარი იყო სწორედ ის, რომ თუ დღეს საქართველოს ვერ დაიცავს ევროკავშირი, ხვალ შეიძლება სრულიად განსხვავებულ ევროპაში გავეღვიძოთ. მართლაც, აი რამდენად შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ბრიუსელის მარცხიც არის საქართველოში ამ დრომდე გადაუჭრელი და მოუგვარებელი კრიზისი. ბრიუსელის არის ძალიან დიდი ბიუროკრატიული ორგანო, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი დრო იმოქმედოს. მას სანამ უკრაინაში ომი არ დაიწყო რუსეთმა, ბრიუსელს ჰქონდა უამრავი მინიშნება, უამრავი ინფორმაცია არსებობდა იმის შესახებ, თუ რას აპირებდა რუსეთი და როგორ განვითარდებოდა მოვლენები და მხოლოდ გამწვავებულმა სიტუაციამ აიძულა ბრიუსელი უფრო ხისტი გადაწყვეტილებები მიიღო. ეს გამოცდილება მათ აქვთ როგორ იმუშავეს რუსეთის წინააღმდეგ და ერთი რამ უნდა გაიაზროს ბრიუსელმაც და ჩვენ საზოგადოებამაც და ჩვენმა დასავლურმა პარტნიორებმა, ჩვენ კობახიძეს არ ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით საქართველოში რუსეთს, კობახიძე არის პუტინის სახე და ჩვენ ვებრძვით კობახიძის სახით პუტინს და ეს დასავლეთმა ჩვენმა დასავლურმა პარტნიორებმაც რაც შეიძლება მალე უნდა გაიაზრონ, ვინაიდან მათ აქვთ უკვე გზა როგორ ებრძვიან პუტინის რეჟიმს. იგივე მეთოდები უნდა გამოიყენონ სწორედ
ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი გზა. ჩვენ ამას საუბრობთ და ქალბატონი სალომეს ეს როლი მნიშვნელოვანია საგარეო მიმართულებით, ვინაიდან მას აქვს ლეგიტიმაცია ჩვენ დასავლეთ პარტნიორებში, მინისტრს ისმენენ და ამიტომ ჩვენც უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, ბრიუსელს უნდა დავანახოთ უფრო მეტი და უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმალურად და მაქსიმალურად ხმამაღლა რომ მივიღოთ ის შედეგი, რა შედეგიც გვინდა. დასავლეთს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა ახლა სწორედ ტრამპის პოლიტიკიდან გამომდინარე და ამიტომ ჩვენი ამბავი ცოტა იკარგება ხოლმე. მაგრამ ამიტომ საჭირო არის კოორდინაციაც, ამიტომ საჭირო არის ერთობაც და ხმამაღალი საუბარი, თუნდაც იმ ფორმით როგორც ქალბატონმა სალომეს საუბრა. ატო გიორგი, ბოლოსკენ გავდივართ და ბოლოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა გითხოთ, ამჯერად საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტს მუშაობის ვადის კიდევ ერთი თვით 5 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს. დღეს გააკეთა თეა წულუკიანმა შესაბამისი განცხადება. როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდება დამატებითი ერთი თვე წულუკიანის კომისიას? როგორც ჩანს, მათ უნდათ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაიბარონ ამ კომისიაზე, გააფართოვეს. ეს აღარ შეეხება მარტო ნაციონალურ მოძრაობას, ნებისმიერი ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე ფორმით კავშირში იყო, ეს იქნება მათ შორის არასამთავრობო სექტორზეც ისაუბრეს, მედიაზეც ისაუბრეს და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი ვისაც ხუმრობდი რომ იმის აეროპორტის ტრასაზე ჩაუვლია ნაციონალურ მოძრაობასთან, შეიძლება ნებისმიერი დაიბარონ. ანუ ამ კომიკურ სიტუაციას დაემსგავსა მათი ქმედება და გარდა ამისა მათ სურთ აი ჩვენ რადგან საუბრობთ დღეს ხაი დემოკრატიულ უკუსვლაზე, რეზოლუციებზე, თემა გადაიფაროს და ვისაუბროთ ჩვენ იმაზე, რასაც ქართული ოცნება შემოგთავაზებს. ჩვენ პირიქით ყოველთვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ამ კომისიაზე არავინ არ უნდა მივიდეს, მათ სასაცილოდ უნდა გახდეს ყველაფერი, მათი ქმედება, ან კლოუნად და ისინი რასაც მიმართავენ, ამიტომ მათ იქ ნებისმიერი ადამიანის იქ მისვლა არის რაღაც ფორმით მათი ლეგიტიმაცია. არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვინც რაღაც კოლექტიურ ნაცობად შეიძლება წარმოვიდგინოთ და არგუმენტირებულად ესაუბრო პუტინს. პუტინთან, ანუ მაგიტო ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის პუტინის რეჟიმი და ჩვენ არ უნდა ვესაუბროთ პუტინის რეჟიმს, იმიტომ რომ ჩვენი არგუმენტები არ მუშაობს. მათ აქვთ თავისი აჯენდა, აქვთ მათ თავისი გზა, პუტინის გზა, რომელთაც ისინი მიყვებიან. შესაბამისად, ბოიკოტი ჩვენი მხრიდან ქართული ოცნების ნებისმიერ მიმართულებით არის გზა, რომ ისინი დარჩენ არალეგიტიმურად. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. გიორგი ბუტიკაშვილი სტუმრობდა დღის ნიუსრუმს, ახლა რეკლამის შემდეგ სოფო ხორგვანი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვერდეთ.